სამტრედიის სოფელ მელაურში მოქალაქეები კვლავ დახმარებას ითხოვენ. ისინი ელოდებიან შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალურ განმარტებებს, თუ რომელმა უწყებამ უნდა გაიტანოს ის სამედიცინო ნარჩენები, რომელიც მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ინახებოდა. სოფელ მელაურის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ აღნიშნული ნარჩენები დასავლეთ საქართველოს რამდენიმე კლინიკიდანაა მიტანილი და მოგროვებული. როგორც ცნობილია, საშიში ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით 2 კვირაზე მეტია 3 პირია დაკავებული, თუმცა სამედიცინო ნარჩენები დღემდე არ გაუტანიათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მძღოლი, რომელსაც ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები გადაჰქონდა, ადგილობრივი მაცხოვრებელია და სწორედ ის ახდენდა სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირებას, რადგანაც პოლიციამ გააჩერა და დააკავა. საქართველოს პროკურატურამ გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირს ბრალდება უკვე წარუდგინა და მათ პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ეკომედიკალ ჯგუფსა და შპს ეკოლოგია და სუფთა გარემოს დირექტორმა ქალაქ სამტრედიაში ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები. სამართალდამცველებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს მათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 298 მუხლის პირველი ნაწილი წარედგინათ, რაც გარემოსათვის საშიში ნარჩენებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს. რაც შეეხება ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას, რადიო თავისუფლების ინფორმაციით მედიას გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ სამინისტრო ინფორმირებული იყო მომხდარის შესახებ, ვინაიდან საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც შინაგან საქმეთა, ასევე გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებში ამბობენ, მსგავს ვითარებაში ტერიტორიის ნარჩენებისაგან დასუფთავება და ნარჩენების გატანა მათი უფლება-მოსილების სფეროში არ შედის. სოფელი შეშფოთებული ვარ, 8 სულიანი ოჯახი მყავს და მთელი სოფელი შეშფოთებულია. ასეთი ამბავის ვანდალური ამბავი ხდება. ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი, სავსეა თელი ფერმა, ქირურგიული ნარჩენები და ეპიდემიის დიდი საშიშროებაა. რა ვიცი, რა ქვია ამ ხალხს, ამნაირი საქციელს რა ქვია, თქვენ თვითონ ნახეთ. სატანები, სატანისტური საქციელია, მეტი არაფერი. რა უნდა თქვა? წმინდა მამები გვეუბნება, რომ ეს საქციელმა თქვენმა გამხილა და გამოგაჩინაოს. ზუსტად საქციელი ლაპარაკობს. ქირურგიული ნარჩენები თუ შეიძლება სოფელში დაყრა და ამნაირად, რა ქვია, ხელის დაფარება და რეაგირების გარეშე დატოვება, დიდება უფარს. თითქოს ჩარეულიაო ყველა მარა სამტრედიის იგი და რა უნდა იცის, რა კიდე როდის გეეტანებენ, ერთ თვეზე მეტია ყრია ხანი, რაც ჩვენ ვიცით, ერთ თვეზე მეტია. ხო და როდის უნდა გეეტანოსკენ, როდის ეშველება სამშობლოსაც, ჩვენ სოფელსაც, აზრი არავა. ყველასთვის დაუშვებელი ფაქტი მოხდა და ამ ფაქტს უნდა გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროდან და სპეციალური ორგანოებიდან, რომ მოხდეს სანიტარული ნორმების დაცვით ამ ნარჩენების სამავთყოფოს ქირურგიული ნარჩენების აქედან გატანა. ეს ისეთი ამბავია, რომ ამის იქეთ შეიძლება განვითარდეს ეპიდემია. უნდა რომ ზოგიერთი კლინიკა ამას აკეთებს დამოუკიდებლად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ყავდეს დაქირავებული კონკრეტული მომსახურე პირი. კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული სამართალდარღვევა არსებობს, რომელ სამართალდარღვევაზეც დაწყებულია რეაგირება სამართლებრივი. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან პროცედურები ამ საკითხების შესასწავლად და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, იმავდროულად ეს არის გამოძიების ინტერესის საგანი, ეს არის კლინიკების პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობად რამდენად სწორად და სრულად ართმევენ თავს, ამას რა თქმა უნდა გაარკვევს რეგულირების სააგენტო ჩვენი სამინისტროსი და ექნება ამის შეფასების რეალური შესაძლებლობა. ბატონ დავით, სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში სამედიცინო ნარჩენები რომ აღმოაჩინეს ამასთან ბატონ დავით, ვინ უნდა გაიტანოს ეს? სამტრედიის მერია გაიტანს? გავიგე ბატონ დავით, რა გატანილი არ არის და ვინ უნდა გაიტანოს? გააქვს, მუშაობენ და გააქვს მე როგორც ვიცი სპეცმანქანებიც და კი ბატონო, თქვენ გქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ, რომ აქ ინახებოდა სამედიცინო ნარჩენები? პირველთან არანაირი სურვილი არ მაქვს ინტერვიუ. სურვილი არ გაქვთ, მაგრამ პასუხისმგებლობა ხო ეკისრება ვიღაც? თქვენ ხართ უსინდისოები, იმიტომ რომ გუშინ რაც დეზინფორმაცია გაუშვით და ხალხს შეცდომაში. აი მაგალითად რა არის ბატონო დავით დეზინფორმაცია? ის რომ მერიის კარგად იცით თქვენ რაცაც? მითხარით რა არის? არ გაქვთ პასუხი ამაზე.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიის სოფელ მელაურის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში უკვე თვეზე მეტია, რაც სხეულის ამპუტირებული ნაწილები ყრია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 3 პირი.